გამჭირვალე ზეთოვანი ნივთიერება მძაფრი მწარე გემოთი დუხს 140-155 გრადუსზე იხსნება წყალში და სპირტში. მცირე ოდენობით ის გვხვდება ბადრიჯანში, კარტოფილში, პომიდორში, მწვანე წიწაკაში. ეს ნიკოტინია. ნიკოტინი ნეიროტოქსინია, რომლის მეშვეობით მცენარეები მწერებისგან იცავენ თავს. მწვერვალებმა ისიც კარგად ვიცით, რომ ნიკოტინი გვხვდება ფილტვებში და წამებში აღწევს თავის ტვინში. ვიცით, მაგრამ დამოკიდებულებასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია. დღეს ბრენდის ხმაში გაგაცნობთ კომპანიას და ბრენდს, რომელიც ადამიანებს ამ დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება. როგორ დამეხმარება მეის ამ ბრძოლაში, დაახლოებით 6-7 კვირაში მოგიყვებით. დანარჩენს უკვე ბრენდის ხმაში ნახავთ. ნინო, არსებობს თუ არა რაიმე არასწორი წარმოდგენები ნიკოტინის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. რომლებიც ხშირად ხდებათ იდეაში. არსებობს ნაკლებობა ინფორმაციის იმაზე, თუ რა არის ადიქცია. თორე აი ეს მიდგომა, რომ ადიქციის მქონე ადამიანებს რაღაცა არასწორად ესმით და რაღაცას არასწორად იგებენ ან ვერ იგებენ, ეს მოძველებულია. ადრე კი იყო რაღაც ექსპერტის როლს იკავებდა ნარკოლოგი, ან ადიქტოლოგი და რაღაც აი ზემოდან ქვემოთ ასწავლიდნენ ადამიანებს, რომ აი რას აკეთებენ და როგორ რატომ ფიქრობენ არასწორად. ეხლა ეს მიდგომა აღარ არის ასეთი. ადიქციის მქონე ადამიანმა ძალიან კარგად იცის. ეს არის სხეულის შეგრძნებები, ეს არის ემოციური განწყობა, თუ რატომ ეწევა და რა ბენეფიტებს აძლევს მას მოწევა. და რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, რომ იცი რა, ეხლა ეს ილუზორულია, ეს სკეპტიკურად განაწყობს ადამიანს და არც ჯერა რომ შეიძლება დახმარება მიიღოს, ხო, ესეთი მიდგომით. მოწევა არის პროცესი, ხო, რომელიც ბევრ რაღაცას, ასე ვთქვათ, ბევრნაირად მუშაობს. მაგალითად, დილით ეს არის ხშირად მწვეველი გეტყვით, რომ ეს არის რიტუალი. მე დილით გეგმავ დღეს, მშვიდად ვატარებ დილას. ეს არის ჩემი განმარტოების საშუალება და არ ტყუის, ხო, არ ტყუის, იმიტომ რომ ნამდვილად განსაკუთრებით ადრეულ ბავშვობაში თუ იწყებს და საქართველოში ასევე ვიწყებთ მოწევას, მეც ყოფილი მწვეველი ვარ, ადამიანი ეჩვევა, რომ ეს ამ ქცევით ჩაანაცვლოს ის ქცევები, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რიტუალი, ხო, ანუ დილის მშვიდად დაწყება ჭირდება ადამიანს. კოგნიტა რა იდეას ეფუძნება? თვითონ ეს პროგრამა და რა ღირებულებებს მოიცავს? პირველ რიგში ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანს დაიცვას თავისი ჯანმრთელობის სიცოცხლის უფლება და გაიმჯობესოს სიცოცხლის ხარისხი, ანუ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია და გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ ვავნოთ, არ დავაზიანოთ აი ამ თერაპიის პროცესში. ამიტომ დიზაინი ამ პროგრამის არის ასეთი, რომ პირველ რიგში ჩვენ და გავიცნოთ მონაწილე, გავიგოთ, ანუ ხომ არ არის კიდევ სხვა რამე ნივთიერებაზე დამოკიდებული, ხომ არ აქვს შფოთვითი აშლილობა ან დეპრესიული აშლილობა, ხომ არ აქვს რაღაცა სხვა ისეთი პრობლემები, რომელიც პირველ რიგში არის მოსაგვარებელი, მანამ სანამ მუშაობას დავიწყებ და ინფორმირებულ თანხმობას გვაძლევს, ანუ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ იმისთვის, რომ გავაგებინოთ, რას ვაკეთებთ. ანუ საკმაოდ აი პირველადი კონსულტაცია, რომელიც თავისუფალია გადასახადისგან, ამას ემსახურება. დიზაინი პროგრამის არის ასეთი. ჯგუფური ფსიქოთერაპია ეს ძირითადად და ფსიქოკონსულტირება, ასევე ფსიქოგანათლება. ვიკრიბებით კვირაში ერთხელ Zoom-ის ფორმატში, კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ისეთი ინტენსიური თერაპიული შეხვედრა, რომლის წამყვანები არიან მე, ადიქტოლოგი და ფსიქოლოგი ნინო ბექაია. ორივე ხართ ჩართული, ხო? კი, ორ ნაწილად არის გაყოფილი, ჯგუფში არის დაახლოებით მინიმუმ 3, მაქსიმუმ 6 ადამიანი. 6 კვირიანია, ხო? ეს პროგრამა თვითონ. ინტენსიური თერაპიული შეხვედრები არის სულ 6. ამ დროს ჩვენ, ანუ რა ფორმატში მუშაობთ? სადისკუსიო ფორმატში,
ასევე საპრეზენტაციო ინფორმაციის მიწოდების ფორმატში, ასევე გვაქვს ბევრნაირი საზომი, ასე ვთქვათ, ტესტები, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ გავიგოთ თითეული მონაწილე თუ აი სად არის და მისი სპეციფიკური საჭიროებები. განსხვავდება ხოლმე ტრიგერები, აი ზოგი ადამიანისთვის უფრო მეტად სოციალიზაცია არის დამატრიგერებელი, ზოგისთვის უფრო სტრესული სიტუაციები, ზოგისთვის პირიქით დასვენება და კარგად ყოფნა და მხიარულად ყოფნა, ამიტომ კი, მაგის ანალიტიკაც კეთდება. კი, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის, ასე ვთქვათ, შემთხვევის შესწავლა ხდება და შემდგომ უკვე ყველანი ერთად ჯგუფურ თერაპიის ეფექტიც კიდევ ამაშია, რომ ერთმანეთს ეხმარებიან. მე-6 კვირის თავზე გვაქვს ბოლო ღერის მოწევის ესეთი ერთობლივი რიტუალი. ბოლო ღერს აქრობენ მონაწილეები და გადადიან არამწეველობაში. ამ მომენტისთვის გავლილი აქვთ ექიმთან კონსულტაცია, რომელიც მათ იცნობს და ენიშნებათ ან ტაბექსი, ან ნიკოტინური პლასტირი, იმის მიხედვით თუ რა ხარისხის არის დამოკიდებულება, არის საშუალო სიმძიმის დამოკიდებულება და არის მძიმე, ხო? 10-დან რამდენი ანაბეჭდავს, როგორია? ხო, მოკლევადიანი ეფექტი აქვს უფრო მეტი ადამიანი, მაგალითად 1 წლის თავზე 7-7.5 10-დან ხანდახან 8 გააჩნია ჯგუფს, 2 წლის თავზე 6-6.5. შვენიერი, კარგი სტატისტიკა.